დღეიდან ახალი დამწვრობის ცენტრი საქართველოში სიმონ ხიჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფუნქციონირებს. საერთო ჯამში ცენტრში 31 საწოლია, აქედან 9 რეანიმაციული პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრის გახსნას კანონმდებლები ჯანდაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. დახარებული ვარ, ეს არის ერთი წლის წინ შედგენილი პროექტი. ყველას მინდა მადლობა გადაუხადო, ის ამ ერთი წლის განმავლობაში გვერდში დაგვიდგა და განახორციელა ეს პროექტი. დღეიდან მთლიან საქართველოს ახალი დამწვრობის ცენტრი აქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სისტემის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ესეთი კვალიფიციური კადრები, როგორც ამ სფეროში არის, დღეს დაბინავდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სტაციონარში. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ მილიონი ამერიკული დოლარის კონტრიბუცია ცენტრის განვითარებისათვის. ჩვენი დახმარება პირდაპირ წვდება მოქალაქეებს. ეს არის ერთადერთი და უნიკალური ცენტრი საქართველოში.